წერს სანამ გურის არ იპოვე და არ გავჩერდები, როგორც ბატონი იტარიელი აცხადებს, ჩვენ წლებიც რომ დაგვჭირდეს, მაინც მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. მაინც გამოვიძიებთ, ამბობს ბატონი იტარიელი აი ამ ინტერვიუში და ბოლომდე მოვისმინე ეს ინტერვიუ, თუ რას განაცხადებს ბატონი იტარიელი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინ გამოვიდა კონტაქტზე, დაკითხულებიდან რამდენი უთანხმოება არის, ერთმანეთს საწინააღმდეგო ჩვენებები, 2017 წელს სხვა ჩვენება, 2026 წელს სხვა ჩვენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო და მინდა ერთი რამე ვთქვა რა, ამ ინტერვიუს შემდეგ მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ მამამ, არ მეგონა მამა ცოცხალი თუ იყო, მაგრამ ცოცხალი ყოფილა აგერ. და მამამ, მამის სანათესაომ, იმ ხალხმა, რომელიც აორგანიზებდა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ექსკურსიას მლეთაში, ყველამ იცოდა და გელაშვილების ოჯახში იგეგმებოდა ეს ექსკურსია და საბოლოო ჯამში ეს ხალხი ყველა ესე არხეინა ძის და ამბობს, რომ იცი რა, სავარაუდოდ გურამი არის ცოცხალი, ჩვენ კაცო გვეგონა მეწყერსმა გაიტაცა და ამიტომ არ უმოქმედებდით, მაგრამ რა თქმა უნდა გურამი ცოცხალია კაცო, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მაშინ მონაწილეობის მიღება, რომ ვინმეს დავეხმაროთ და რამეს დავეხმაროთ რა. მეორე საკითხი არის კიდე ერთი კითხვა, რომელიც მე გამიჩნდა რა. როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, როდის ისჯება ადამიანი დანაშაულზე? ანუ აშკარაა, რომ 12 ადამიანი თუ 13 და 14 არა, სხვადასხვა ჩვენებებს აძლევს. აშკარაა, რომ ადამიანებმა ჯგუფმა დაკარგა ბავშვი. მერე რა რომ 12 წლის მერია. ეს ხალხი არ უნდა დააკავონ? ანუ თვითონ გამომძიებელი პირდაპირ ამ საკითხს ეთანხმება, რომ აქ სავარაუდოდ არის დანაშაულთან, რაღაც დიდ დანაშაულთან საქმე, რომელიც არ უნდათ რომ აღიარონ. მაგრამ საკითხავი ის არის, ახლა ვინ უნდა უჩივლოს ამ ხალხს, თუ ვინ უნდა დაიჭიროს, ეს ჩვენ უნდა ვუჩივლოთ, საზოგადოებამ უნდა უჩივლოს ახლა ამ 12 ადამიანს, რომ დაიჭირონ ეს, დააკავონ ეს 12-ვე პირი? თუ დავტოვოთ ისე და ვეძებოთ ესე წლები და გავაგრძელოთ ესე 40 წელი ვეძებოთ გურამი და ესენი საბოლოო ჯამში ყველა გარდაიცვლება და მე ვის მოვკითხოთ პასუხი თუ რა, ანუ როგორი ვითარება არის, იცით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანებმა გააქრეს ადამიანი და მოდი გამოვიძიოთ, ეხლა რა მოხდა? რომ დაგვჭირდეს კიდევ მეორედ რეინკარნაცია, იმდენი ხანი მივცეთ დრო ამას რა. ფაქტები აშკარაა, რომ ბავშვი წაიყვანეს და აღარ მოიყვანეს. მეწყერში არ არის როგორც თქვეს. აბა მაშინ ხა ფაქტია, რომ დაკარგეს ბავშვი და არც კი განაცხადეს, რომ ბავშვი დაკარგულია. არავინ არ განაცხადა პოლიციაში, რომ ბავშვი დაკარგულია. ხო, ვითომ რაღაცა განაცხადეს და ეძებეს და მეწყერმა ჩაიტანა, მაგრამ ეხლა რატო იძახიან, რომ ბავშვი ცოცხალია? ეხლა რატომ არ იღებენ მონაწილეობას? ანუ გამოდის, რომ გამოძიება მაშინაც ჩატარდა, რადგან ბეჭედი დაასვა, თან საქმე დახურული არ არის. რადგან ბეჭედი დაასვა, რომ იცი სავარაუდო იყო მეწყერის გატაცება, მეწყერმა გაიტაცა ბავშვი, ხო გამოირიცხა. მაშინ ეხლა ესენი სულ ყველა უნდა დააკავონ. იმიტომ რომ მეწყერი გამოირიცხა. ყველა უნდა დააკავონ და უსასტიკესი ვითარებით იმდენად ამოაღერღინონ, ანუ რა ვიცი, აწამონ, არ აწამონ, მაგრამ ზეწოლა ისე გაუკეთონ, რომ ამ ხალხმა თქვა სად არის. ეგრე შეიძლება მთელი 40 წელი ვეძებოთ და ვერ ვიპოვოთ ხალხო, ეგრე კი არ არის. ეს უაზროდ ლოდინი მთელი საქართველო მართლა ჩაბმული ვართ ამ საქმეში და იმ ბავშვს იქნება რა უჭირს და როგორ უჭირს და რა სისწრაფით უნდა დახმარება, ხო? არა.
მაგრამ მამამაც კარგად იცის სად არის გურამი, უკვე ეს მამას ვხედავ, მამამაც კარგად იცის, მამიდამაც, კახამაც, გვანცამაც, იმ გელაშვილებმა და იმათმა თინათინის ჩათვლით. ყველამ კარგად იცის სადაც არის გურამი, ფეხზე კიდიათ აცი ჩვენ მთელი ერი კიდიათ მაგათ ფეხზე. იმიტომ რომ მთელი ერი ვეძებთ გურამის და მაგათ კიდიათ ფეხზე. იმიტომ რომ მაგათმა იციან, ჩვენ არ ვიცით. ერთი მომენტი უნდა რა, რომ თქვან, რომ აი ბიჭო, აჰა, რაღაცა ესე მოხდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ბერად აგვიკვეცა მაგალითად და კაი, გეყოთ ახლა ამდენი ძებნა რა, ბოდის მოგიხდით ან რაღაც. არა ხალხო, ეგ რომ მაგათმა აღიარონ, მთელი საპატრიარქო ამოყირავდება პირდაპირ თავზე დაეცემა მეთქი დაეჭყლიტება აგური თქო და მაგას იზავენ? ეხლა ერი და საპატრიარქო დადგა პირისპირ. სრულ საპატრიარქო და სიმართლის მაძებარი ერი. აი ეს არის ეხლა სადაც ვდგავართ რა. გინდ დაიჯერეთ და გინდა არა. ამ ბავშვს სანამ მოკლავენ, მანამდე მე პირადად დედასაც ვურჩევ და ბატონ ტარიელსაც ვურჩევ, რომ აუცილებლად სასწრაფო ძალებით მოძებნონ მაისური, ეხლა დედას ექნება გურამის მაისური და მაძებარი ძაღლებით მოძებნონ გურიკა მონასტრებში. პირდაპირ ვიძახი ამას და მოთხოვნა არის ეს ზეციდან. ხომ ხედავთ რომ კახა ტრაქს არ ანძრევს, მამამისი, მამიდამისი და დანარჩენები ტრაქს არ ანძრევენ და ამბავს მოკლავენ თვალსა და ხელშუა. ვაფშე გააქრობენ, იმიტომ რომ საპატრიარქომ არ ჩაჯმულობა არ დაანახოს, თავი ჩაჯმულობა ხალხში არ გამოიტანოს და ამიტომ გეუბნებით ხალხო, სანამ ამბავს შეწირავენ და მოკლავენ, დროულად ძაღლები ხო გყავთ, ხო აიყვანეთ იქ. დაადექით დროულად მონასტრებს თავზე 24 საათიანი რეჟიმით დაადექით ყველა მონასტერს თავზე და მაძებარი ძაღლებით დაადექით, აი როგორ სპონტანურად უნდა დაადგეთ ყველა მონასტერს თავზე. მაძებარი ძაღლებით თქო გეუბნებით რა. არც ერთი კერკეტი კაკალი არ არის რომ დააკავებენ მაგათ ყველას სულ მალე ამღერდებიან. ვინ დააკავებს? ვერც ვერავინ არ დააკავებს, თუ საპატრიარქო დგას მაგის უკან. ვინ დააკავებს? საპატრიარქო იმიტომ არ გამოდიან კონტაქტზე, თორე ფაცხა-ფუცხით გამოიქცეოდნენ კონტაქტზე. მაგათ დაცვა რო არ ყავდეთ, ეგრე არხეინად ვერ იჯდებოდნენ, ვერც მამამისი, ვერც კახა და ვერც მათი მოდგმა. ხო და არ ვიცი ეხლა რა გითხრათ რა, აი თუ მართლა უნდა გადაწყდეს ეს სწრაფად უნდა გადაწყდეს. მამამ თუ არ უნდა რომ მე უკვე გავაშღერე რა უნდა გააკეთოს კახამ და რა დროს კახა კაცო აგერ მამა ცოცხალი ყოფილა და მამას ველაპარაკები ეხლა რა. მამას ვეუბნები რა, თუ არ გინდა რომ შვილი მოგიკლან, სასწრაფოდ ადექი და ეს შვილი სადაც ჩააბარე ბერად იქ გვითხარი დროულად, თუ არ გინდა შვილი მოგიკლან თქო. გეუბნებით რა. 12 წელი ვეძებეთ. აგერ დედამ ეძება გურამი, ვერ იპოვა, ხო? ეხლა თქვენ ხო არხეინად ზიხართ. ხო და თქვენ რო არხეინად ზიხართ და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არ არის, პირიქით. აირია მონასტერი ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც მთელმა ერმა გაიგო საპატრიარქოს უნარობა. საპატრიარქოს სატანიზმი. რატომ მიიყვანეს ეკლესიაშიო? აბას აგიჟეთში ხო არ ჩააბარებდნენ. მე მოვისმინე ისიც ქალბატონის სოფორო ყვება, როგორ უნდა და გურამის თურქეთში წასვლა. აქ არის ჭიდილი ბავშვზე რა, როგორც უკვე ავხსენი დღეს დილით თუ გუშინ, აღარ მახსოვს როდის ჩავწერე ეს ლაივი. ორი ქალი რო არის და ორივე რო ამბობს, რომ ეს ჩემი შვილიაო. და მეფემ როგორ გაიგოს ვისი შვილია, ეუბნება რომ მაშინ გავხლიჩოთ ბავშვის შუაში და ორივეს გექნებათ ეს ბავშვი. ამ დროს მართალი დედა თმობს თავის შვილს. ასე ირკვევა საქმე. ხვდებით? ახლა ხდება ზუსტად ეგ რა. არ უნდათ სავარაუდოდ მამის მხარეს, რომ წასულიყო ბავშვი თურქეთში. არ უნდოდა.
ამიტომ სანამ სოფოს აწყენინებდნენ, მოაგვარეს ასე. და იცით რა იფიქრეს? სოფო ვერასდროს ვერ გაიგებს ვერაფერსო. ხვდები? ასე იფიქრეს და აი ნახავთ თქვენ 100%-იანი თუ არ არის ჩემი სიტყვები ეხლა რომ სიმართლე რომ გამოვაგარით. სანამ ბავშვს შეწირავენ, მართლა მოკლავენ. მანამდე მამამისიც, მამიდამისიც და ვისაც უნდოდა ამ ბავშვის თავისთან დატოვება, იმანაც და დედა რა თქმა უნდა აგერზის და ცხარე ცრემლებით ტირის, რომ გამომიჩინეთ ბავშვიო და დედის მხრიდან თავისთავად ძებნა არის. ხოლო მამის მხრიდან და მამიდის მხრიდან არის მალვა. ხო და ამ მალვაში მოუკლავენ ამ ბავშვს, ღმერთმა დაიფაროს. თუ არ გამოფხიზლდებიან, მერე როგორც მოხდება ის გითხარით უკვე, მერე იმ მამამისაც, მამიდამისაც, კახასაც, გვანცასაც, თეასაც, გელაშვილებსაც და ყველა ვინც იყო მიაყოლებენ ზედ. ერთი მეორის მიყოლებით გააქრობენ, რომ გამოძიება კიდევ უფრო არ დაიწყოს და სად გააქრობენ? კაცი შვილი ვერ გაიგებს სად გააქრობენ. რო იცოდეთ რა, არც არავინ მოიკითხავს აი ამ უგულო ადამიანებს რა. გაიგეთ? ამიტომ გეუბნებით რა, მამავ, კახავ, მამიდავ, კახა ვაფშე რა შუაშია, კახა ვაფშე ფეხზე კიდია იმ კახას. მამიდა და მამავ გეუბნებით რა, რომ თქვენი შვილის გადარჩენა და ძმისშვილის გადარჩენა თუ გინდათ, თქვით დროულად რა გააკეთეთ. მაგას გირჩევნიათ რომ ციხეში ჩაჯდეთ, ვიდრე თქვენი შვილის და თქვენი ძმისშვილის სისხლი თქვენს ხელზე იყოს რა. მე გავაჟღერეთ ჩემი სათქმელი. და იმედია გაითვალისწინებენ ამას მამაც და მამიდაც. თუ მამა და მამიდა არ გაამჟღავნებენ იმ საკითხს, ერთმა კაცმა მაინც აიღოს თავის თავზე, რომ ჩემი იდეა იყო რა, აიღოს მამამ თავის თავზე, თავისი შვილის გადამალვა. და ბოლოს და ბოლოს თუ მამას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის და ციხისაშენია, მაშინ მამიდას ხო ძალიან უნდა თავისი ძმისშვილის აქ დატოვება, ხო და მამიდამ აიღოს თავის თავზე. რომ მისი მოგვარებულია ეს ყველაფერი. და ჩაჯდეს ციხეში და ამ საპატრიარქოს ძაღლმაც მიაფსა მაგ საპატრიარქოს. დღეს რანაირი საპატრიარქოც არის, საერთოდ არ გვაინტერესებს მაგ საპატრიარქოს გადარჩენა. ბავშვი გადაარჩინონ რა. თუ ამ საპატრიარქომ ისე მიქარა რომ დედის ნებართვის გარეშე ბერად აღკვეცა ბავშვი, ეგეც ბოდიშს მოიხდის. სოფიას წინაშე სრულიად საპატრიარქო პეტრე დაიჩოქებს. მე არ ვამბობ მხოლოდ ქალბატონი სოფიას, სოფო ბიბილაშვილის ამბავზე. მე ვამბობ სრულიად უმაღლეს სიბრძნეზე, რომელსაც გადაუმალეს მისი ქმნილება იალდაბაოთი და დღემდე ატირებენ ცხარეცრემლეთ სოფიას. აგერ გამოვლინდა უკვე ჩინჩი როგორ ტირის სოფია რა. მაგრამ მეგობრებო, დღეს კარგი ამბავი მოხდა. დღეს, როდესაც ვამხილე ანტიქრისტე, პირდაპირ გაიხსნა გასაღებით. ვიეს გასაღები პირდაპირ მოგვცეს და შევედით ვიეში. ანუ სოფიას შვილი ვუპოვეთ დღევანდელი სიდონის გახსნით. ხო და ამიტომ ბავშვს ვიპოვით. ანუ სოფია ბავშვს იპოვის. ეგ მაგას უკვე წყალია. ანუ მაგას ვეღარ შეცვლიან. შანსი არ არის პირდაპირ ეთერში გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში პირდაპირ გაგვიცხადეს, როგორ იპოვის თავის შვილს სოფია რა. ასევე სოფო თავის შვილს, ცოცხალს. ჯვარზე გაკრულს კი არა, მასში ჯვარში, ანუ ნახე ჯვარ მიღებულს, უკვე ჯვარცმულს არა, ჯვარ ამაღლებულს. აი ესეთი მომენტი მოხდა იქ უნიში, უნის კარში რო შევედით ვიეთი. მე ხივით რო შევედით რა. აი მეხივით დავეცით პირდაპირ და ისე ავიღეთ. სოფიას თავის შვილი დავუბრუნეთ. ახლა მეხივით დაეცემიან ზუსტად ეგენიც, ზუსტად ეგრე იქნება. ჩინშიც ეგრე იქნება, ანუ მატერიალურშიც ეგრე იქნება, რაც მენტალსა და ასტრალში გავხსენით დღეს. მეხივით დაეცემათ მაგათ ეს. ეგრევე დაეცემათ. აი როგორ მოულოდნელად დაეცემათ, იცით? თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ორგანიზაცია მოხდება მათ. აი ვერც კი წარმოიდგენენ ეგენი,
როგორი დიდი ორგანიზაცია მოხდება და როგორ მეხივით დაეცემიან ზუსტად რასაც მე გეუბნებით ის მოხდება რა. ამინ ამენით ინებოს ყოლა დურყვნელმა ნათელმა და უფალმა იესო ქრისტემ ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და მიხარია რომ აი დღეს მართლა გასაღები მოგცეს მეხივით და დავეცით პირდაპირ უნის კარს თავზე რა. უნის კარს რაც არ უნდა კეტონ მე დაკეტავენ. კეტუ არის ახლა თევზებში კეტუ რახუნით და კეტებით მივდივართ. ხო, რახუ და კეტუ თუ არის ით მეგობრებო, რა არის? გაიგეთ ასტროლოგიურად. აბა თქვენიცით კარგად.